საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში გორილმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს медали მოიპოვეს. ჩემპიონატში, რომელსაც დედაქალაქმა უმასპინძლა საქართველოს რეგიონებში მოღვაწე სპორტსმენები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება პრიზიორებს, პირველი ადგილები და ოქროს მედლები მოიპოვეს გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა, საბა საბაშვილმა და გიგი გიუნაშვილმა. მეორე ადგილებზე გამოვიდნენ ალეკო კასრაძე და ზურაბ ჭიღლაძე. მესამე ადგილები დაიკავეს საბა საბანდაშვილმა, ბაჟა ავაზნილმა, კობა აკოფაშვილმა, ლუკა ქარელიშვილმა და ლაშა მღებრიშვილმა. 10-11 თებერვალს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონე, სადაც ჩვენი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას 25 სპორტსმენი. აქედან ძალიან კარგად იასპარეზეს და 7 медали მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა. ესენი არიან ოქროს მედლები მოიპოვეს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა საბაშვილმა, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიგი გიუნაშვილმა. მეორე ადგილი დაიკავა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში კასრაძე ალეკომ. მესამე ადგილები ესენი არიან სამადაშვილი საბა, ესეც 73 კილოგრამში, 91 კილოგრამში აკოფაშვილი კობა და ძიმე წონაში ესა 90 კილოგრამში ქარელიშვილი ლუკა და პლუს 100 კილოგრამში კიდევ მღებრიშვილი ლაშა. ეს სპორტსმენები შემდგომში მიიღებენ მონაწილეობას ევროპის თასზე, რომელიც გაიმართება გორში, ხოლო შემდგომში კიდევ აქედან ვინც უფრო თავს წარმოაჩენს, შემდეგ ევროპის თასებზე ან გრან-პრიებზე მიიღებენ მონაწილეობას და შეეცლებიან რომ საქართველოს ძირითად ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი. საქართველოს ჩემპიონატის მეორე დონე ჩატარდა, სადაც 73 კილოგრამში დავიკავე პირველი ადგილი. და შემდეგი შეჯიბრი იგეგმება ესპანეთში ევროპის თასი და მეცდები იქაც პირველი ადგილი მოვიპოვე.